უკვე მრავალი წელია ადგილობრივი ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მიუთითებენ სასამართლო სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ევროკავშირმა საქართველოს პრიორიტეტადაც განსაზღვრა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით საქართველოს ურჩია, რომ შემოწმდეს მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერება. ამ თემასთან დაკავშირებით 13 მარტს 5-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერაა განსაზღვრული. ხელისუფლება არ აღიარებს ფუნდამენტურ პრობლემებს სასამართლო სისტემაში, რასაც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. მისი შეხედულებით სასამართლო სჭირდება მხოლოდ კოსმეტიკური, ესე რომ ვთქვათ, გაუმჯობესება, მხოლოდ მცირე ცვლილებები, მცირე მნიშვნელობის ცვლილებები, მაშინ როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო დღეს ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ჯეროვნად ვერ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებების კრიტერიუმებს, იმიტომ რომ სასამართლოში არსებობს სწორედ ეს კლანური მართლობა, ანუ არსებობს მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს მთლიანად სისტემას, შესაბამისად, ეს სისტემა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც არის ჩვენი კონსტიტუციის მოთხოვნა და რაც არის საერთაშორისო სტანდარტი. მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, ანუ ეგრეთ წოდებული ვეტინგის დანერგვას არ ეთანხმებიან ხელისუფლებაში. მათ მიაჩნიათ, რომ პროცესში უცხოელების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მათი აზრით, ეს სისტემა ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ საქართველოში 2004 წელს განხორციელდა და ამან შედეგად მოიტანა სასამართლოს სრული დამორჩილება ახმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ირაკლი კობახიძე რომ პერიოდსაც საუბრობს, მაშინ რა თქმა უნდა ასეთი რამ არ მომხდარა, მაშინ მოხდა სულ სხვა რაღაცა. მოსამართლეები გაუშვეს მთლიანი სისტემიდან და მე უკვე სხვა პროცესები წავიდა და ეს სრულიად არარელევანტური ამჟამად შესაძლებლად. ახლა ევროკომისიის რეკომენდაცია რომ საქართველოს შემოწმდეს დაახლოებით 60 ადამიანის კეთილსინდისიერება, ანუ ევროკომისიის შეფასებაში საუბარია საბჭოს წევრებზე, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე და ასევე სასამართლოების თავმჯდომარეებზე. ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი და პროცედურა. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ქართული მართლმსაჯულების პრობლემებს მხოლოდ ვეტინგის სისტემა მოაგვარებს. რაც შეეხება თავად ევროკომისიის რეკომენდაციას, კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.